მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით და დღეს 1 წელი გავიდა ზუსტად მამა იონე, მამა სერაფიონი ჯიშკარიანი. ყველა მიცის ეს ადამიანი უდიდესი მოძღვარი წავიდა ამ ქვეყნიდან და მართლა დიდი ტკივილი დატოვა ადამიანებში და ამ ადამიანმა რაც ქართულ ეკლესიას გაუკეთა და იმ ხალხს ვინც მის ირგვლივ არიან ძალიან ბევრი შვილი ყავდა წარმოიდგინეთ მას აღზრდილი დედები მამები ძალიან დიდი ისტორია დაწერა იმდენად მაგარი ადამიანი იყო რომ 35 წლის წინ მოღვაწეობდა ბონლისში და იქიდან დღესაც კი ხალხი დადიან წარმოიდგინეთ დღეს იყვნენ მოსული ადამიანები რომლებიც 35 წლის წინ მამაოს თან მივიდნენ იქ ეკლესიაში და დღესაც კი ახსოვთ ეს ადამიანი და უდიდესი ადამიანი ეს ადამიანი არის რა ვიცი ქართული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრე და დიდი წმინდანი ზეცაში რა თქმა უნდა იმიტომ რომ სასწაულები აქვს მას გაკეთებული და აი ლომისაზე რო დავდივართ იმის წინამძღვარი იყო და მისი აღდგენილი იყო ის ტაძარი ყაზბეგში თუ იცით ის აი ცნობილი ტაძარი არის წმინდა გიორგის და ძალიან ბევრი ესეთი ტაძარი აღუდგენია და მადლობა მამაოს რომ ის იყო ჩვენთან და მადლობა ღმერთს რომ ესეთი ადამიანი გაგვაჩნდა და ჩვენ ერთმანეთს უნდა გაუთხილდეთ ეხანაც ახლა მოძღვარი საუბრობდა რომ ჩვენ ცხოვრებაში ისე არავინ არ ჩდება რა ყოველი ადამიანის გასაჭირი ყოველი ადამიანისთან ურთიერთობა ჩვენთვის უნდა იყოს საბაბი დაახლოვებისა ღმერთთან და აი ყოველ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ სულ რო უკანასკნელი ადამიანი იყოს ხო იმ მასშიც შეიძლება რომ მისითაც შეიძლება კიდე ესეც შეიძლება ვთქვათ რომ ღმერთს დაუახლოვდე და ჩვენ პირიქით აი რაც უფრო ადამიანი შეიძლება რაღაცა დაცემულია რაღაცა პრობლემაშია რაღაცა აი მასთან თანადგომით უფრო მეტად დაუახლოვდები ღმერთს იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ ისე არაფერი არ ხდება ზარია ეთერში მოდი შემოუშვათ ზარებს მივიღებთ გისმენთ ჩემი ზარია თუ სხვისი ზარი? ალბათ სხვისი ზარი არის. გისმენთ? ამ ტელეფონის პატრონი მე ვარ. გამარჯობათ. გისმენთ, აი თქვენი ზარია ეხლა. დიახ. ეხლა საგანო კავშირი ზიარეთ. კარგით, ის არის. მისმე. სამწუხაროდ არის მის და ისა რა ქვია. ალო. გაითიშა სამწუხაროდ ჩვენ და რომ ვერ გაირკვა მსმენელი სამწუხაროდ ჩვენ და ეგ არაფერი და ჩვენ გვმართებს აი ხლა მინდა აუცილებლად რომ გადაუხადო მადლობა იმ ადამიანებს ვინც უზრუნველყოფს საერთოდ იმას რომ დღეს ტელევიზიაში ეს გადაცემები გადის აი 20 წლის მანძილზე თითქმის უკვე წარმოგიდგენ რაც უწმინდესმა აკურთხა ის რომ სიტყვაზე ეს გადაცემა ყოფილიყო მის ნებართვის გარშემო არ გავაკეთებდი ამ ყველაფერს რაც ნებართვა მოგცა იმის მერე ეს ტელევიზია გვეხმარება იმაში რომ აქ ყოველ სამშაბათს და უთხშაბათს სასულიერო პირები იჯდნენ ამდენი დრო ჩვენ ეკლესიას კი არა სოფლიოში მე მგონი არ არის ტელევიზია რომ ესე ეთმობოდეს და დიდი მადლობა მართლა კიდევ ერთხელ ვინც ხართ მთლიანად, იმიტომ რომ ახსენებ ხოლმე ილიას რომ ახსენებ სულ რაღაცნაირად ერიდება ხოლმე რაღაც აი ყველას იმ ადამიანებს ახლა ვინც გვაძლევს ამის საშუალებას უღრმესი მადლობა თქვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მადლობას მეუნება და ეს მადლობა მე არ მეკუთვნის და იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც ამაში ხელს მიწყობთ და საერთოდ აი მადლობის შესახებ მინდა აუცილებლად თქვა, იმიტომ რომ ყველა უმადურობა აქედან მოდის, რომ მადლობის თქმა არ ვიცი და მადლიერები არ ვართ. მოდით ზარი შემოუშვა და მე ამ თემაზე გავაქცევთ აუცილებლად საუბარი. გისმენთ? ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. გისმენთ? გამარჯობათ, გიორგი. გაგიმარჯობთ, შემოგევლეთ, თქვენ გამარჯობათ. ძალიან მიყვარხარ, შემოგევლე. ძალიან მიყვარხარ. თუ გელოდებით ხოლმე შენ გადაცემას.
უღრმესი ხარი და გამრავდი. უღრმესი მადლობა. თქვენ საიდან ეკავთ ახლა? სიდისიდან. ვინ შემოგევლე თქვენ მომიკითხეთ აუცილებლად აი დიდი პატივისცემი და სიყვარულით ილოცეთ ხოლმე და მოგვიხსენიეთ, იმიტომ რომ ეს არა მარტო ეს გადაცემა საერთოდ ცხოვრებაში თუ ვინმე გაახარე, ეს არის ძალიან დიდი არ შეგარგებს ბოროტი, დიდი ტვირთიც მოსდევს ამ ყველაფერს. ძალიან იშვიათი გახდა სხვა ადამიანის გახარება დღეს და რაღაცნაირად მოვიხსენიოთ ერთმანეთი, რომ ძალა მივცეთ ერთმანეთს იმისა, რომ სხვები გავახაროთ და არ დავამწუხროთ, ისედაც ამ დამწუხრებულ ქვეყანაში და დამწუხრებულ ადამიანებში, იმიტომ რომ ნიჰილიზმი ძალიან შემოიჭრა ადამიანში, უიმედობა ეს რაღაცა მესმის კიდევა დღეს სუსტი არის ადამიანი ამ გამოწვევების წინაშე და გეხვეწებით ერთმანეთი და განსაკუთრებით რაღაცნაირად ყოველთვის ან მოძღვარი რომ რაღაცას ყოველთვის მოგვიხსენიეთ ხოლმე, რომ ძალიან გვჭირდება რა, მართლა ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ რაღაცნაირად დაუბრუნებული ადამიანი ხარ, რაც არ უნდა იყოს, ხო? ყოველთვის გჭირდება და ჩვენ არ ვიცით ვინსად როგორ დაგვეხმარება ამ ლოცვით და ყველაზე დიდი დახმარება თუ რამე შეიძლება შეგეძლოთ ეს არის და მოგვიხსენიეთ აუცილებლად რომ რაღაცნაირად გაგრძელდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ 2008 წლიდან წარმოიდგინეთ ეს გადაცემა მიდის და მადლობა ღმერთს რომ მე არ მახსოვს ამდენი ხანი რამე გადაცემას გაეძლოს და მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისათვის და რომ კიდე იყოს რა თან დროც ისეთი არის რომ რთული დრო დადგა და გისმენთ გამარჯობათ მე ცოტა ქართველი კაცი ვარ. დიახ. მიყვარს ქრისტე. დიახ. მიყვარს შორდელი. ქრისტე კარგად საუბრობს ამ საკითხებზე. ძალიან. სიხარომებადება. აი სიტყვში. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა. გამარჯვებული იყო ყოველთვის და ყველაფერს. თქვენ გენათ ძალიან დიდი მადლობა. სხვათაშორის ეგ მავსებს ხოლმე. აი თქვენაირი ხალხი მავსებს და სხვათაშორის აი ხა ამ იმასთან დღესაც ვფიქრობდი და სულ ვფიქრობ ხოლმე რა რომ ეს ცხოვრება ხო დროებითი არის ყველაფერი, მაგრამ აი როცა გაქებენ ადამიანს, ხო ყოველთვის უნდა თქვა აი მანდარი რო აი რო ზარი არის კიდე ეთერში. გისმენთ გაიჩი სამწუხარო ჩვენ და როგორი რაღაცა იცით სულ ყოველთვის უნდა მიიღო, უნდა თქვა რომ ეს ქება შენ არ გეკუთნის, ღმერთს ეკუთნის და მადლობა ღმერთო. რომ ესე გამიმართლა რომ რაღაცა გაკეთდა და ვიღაცამ გაიხარა რაღაცა და ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღე შენ, იმიტომ რომ დაიტიო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან რთული არის რომ ეს მარტო შენ თავს მიაწერო, მაშინ უბრალოდ დაგანგრევს ეს ყველაფერი და ხანდახან არის ხოლმე რომ ცუდად როცა იქცევი, ხო რაღაცა შეცნობა მოგივა, რაღაცა უნდა თქვა რომ ხო ეს ცუდად რომ მოვიქეცი, ეს მე ვარ, მაგრამ კარგად რომ მოვიქეცი, ჩემში არსებული ის ღმერთი არის, რომელიც ამის საშუალება მომცა და მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები და შეიძლება ეს კარგი ვერ გამეკეთებინა და ყოველთვის თქვათ ხოლმე რომ ეს ყველაფერი რასაც შენში კარგს აქებენ, ის კარგი არის ღმერთი იმ წამს და აუცილებლად ღმერთს მიაწერეთ ხოლმე და შეიძლება ამ ყველაფრის ჩვეულებრივად გადატანა და მადლობა იმ სტიმულისათვის, რასაც მაძლევთ ხოლმე. თქვენ გისმენთ, სარი არის ეთერში. გამარჯობათ, გაიხარეთ. ღმერთმა დაგლოცოს და გამრავლოს. დიდი მადლობა, გაიხარეთ თქვენ. გიორგი, რა მინდა გკითხოთ? დიახ. თქვენ ფილმებს იღებთ და იქნება პატრიარქზე ერთი აუცილებლად. ვაჩუქოთ. დიდი უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად შევეცდები რომ რაღაცა ეხლა კიდე დავიწყებ. ალბათ საჭიროც არის უკვე რაღაცნაირად ისე იმას ვქნათ, იმიტომ რომ ამაზე დიდი მე ჩემ ცხოვრებაში ხوار შემხედრია და არავინ არ დაბადებულა ამ ბოლო ხანს ვინც არიან, ვინც საქართველოს აემდენი და ესეთი ის გაუკეთა, რაც დღეს საქართველოს რამე სიკეთე თუ აქვს, იმიტომ რომ დღეს არ არსებობს ტურისტიდან მოყოლებული ჩამოსული ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რამე თავს აწონებ და იქ პატრიარქის ხელი არ ერიოს და მადლობა ღმერთს, რომ დღეს საერთოდ შევდექით და ვართ. დიდი დამსახურება პატრიარქის მადლის და იმ სიბრძნის და როგორც ატარა ჩვენ საქართველოს ზარი არის ეთერში. გისმენთ? დაიცადო. გისმენთ? ძალიან ბევრი ზარი შემოდის უბრალოდ, აი გაითიშა, ერთი სამი ზარი გაითიშა და გაიხარეთ, დიდი მადლობა და აუცილებლად აი საჭირო არის რომ ერთმანეთს რაღაცნაირად გვერდში დაუდგეთ და იმას ვქნათ, იმიტომ რასაც ჩვენ სხვაში ვერ ვხედავთ კარგს,
ეს ის არის, რომ ერთმანეთი დაგვავიწყდა და ჩვენ თუ ვინმეს დავივიწყებთ, ხო? ეს იგივე არის, რომ რაც სხვაში არ მოგწონს, ხო? შენ შეიძლება იგივე ტიპის აქციელის იყო, უბრალოდ შენსას ვერ ამჩნევდეს, სხვისას ამჩნევდეს. ზარი არის ეთერში, გისმენთ? გისმენთ? კიდე გაითიშა. სამწუხაროდ ჩვენდა და ესე რაღაცნაირად ამისთვის ვარ ჩვენ შექმნილები და ამას არ ჭირდება მაიზამაი ჩვენი გარდაცვალება რომ მივხვდეთ რომ რისთვის ვიყავით შექმნილი რა. იმიტომ რომ ბევრი ზარი არის ეთერში კიდე გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობათ. მე მაქვს შეკითხვა ბატონო. საკმაოდ აქტუალური თემა შეეხეთ და იცით რა მაინტერესებს პატრიარქს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა რომ მართლმადიდებლობა გაერთიანებინა აბსოლუტურად სასწავლებლების შექმნა სასულიერო სასწავლებელი ჩამოაყალიბა აგერ ბატონოზე კიდევ უნდა რომ ფართოდ გავრცელებული იყო მართლმადიდებლობა როგორ ფიქრობთ ხომ შეიძლება რომ პატრიარქის გზა გაგრძელდეს და საჯარო სკოლებში ადაპტირებული ვერსია შემოიღონ და ბავშვები გაეცნონ თეოლოგიას თუნდაც აი რო არ დავგდონ ბრალი რომ მარტო მართლმადიდებლობას ასწავლი და რაღაცას ზოგადად თეოლოგიის ადაპტირებული ვერსია რომ შემოიღონ რატომ ამბობთ იცით ბატონო ბავშვებს აი ხვანდელ თაობას აკლიათ აი უღმერთონი არიან თითქოს აი ძალიან ბევრი შემთხვევები შემხდა რომ იქ სულიერებას ანუ სულიერ აღზრდას განიცდით დეფიციტს განიცდიან თქვენ რა როგორ ფიქრობთ რისი ბრალი არის ეს ის ბრალი რომ პირველ რიგში იმას თვლი რომ თითქოს ეს რაღაცა მოსაჩვენებლად თუ ზედაპირულად ვფიქრობ რომ ოჯახის ბრალიც არის ბევრი რამ იმიტომ რომ სკოლაში ატარებს 3 და 4 საათს ეს გაკვეთილი იქნება კვირაში ერთხელ სიტყვაზე ხო და რაღაცა კი კაი არის გასაგები არის მაგრამ ზნეზეც ხო არის ხო დამოკიდებული იმ ალღოზე არის მიხვდით ანუ არ არის ეს მარტო ის პრობლემა რომელიც სიტყვაზე სკოლაში ახლა მე ბავშვს წაუკითხავ 1 საათი რაღაცას და აი ისა რა ქვია სკოლაში ასწავლიან უამრავ საგანს მაგრამ იმ საგნის მცოდნე სულ არ გამოდის ბავშვი ზოგი 12 წელი სწავლობს ეგერ სკოლაში რომ წაიკითხონ ძალიან კარგი იქნება და რატომ გეტყვით ოჯახში რომ ამბობთ რა დარწმუნებულები ვართ რომ ოჯახი აძლევს იმ საზრდოს რასაც მართლმადიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებაში ხელს შეუწყობს აი ამაში ბევრი ოჯახი ხო ჩვენ ვიცით რომ არ არის შედგარი ხო და ოჯახი ხო პატარა ეკლესია ხო ოჯახიდან იწყება ხო ბატონო ოჯახიდან ხო იწყება ოჯახი არის პატარა ტაძარი გეთანხმებით მაგრამ ოჯახი არ არის შემდგარი ეს სხვა პრობლემა შევწავაწყდით ნახეთ ახლა ანუ ძირთადად გასულები არიან საარსებოდ რომ იარსებონ ბავშვს საკვები მოუტანონ რაღაცა მისცენ ანუ აღზრდისთვის დრო აღარ რჩება ზოგი საერთოდ გადახვეწილია საზღვარგარეთ აი ეს არის პრობლემა ეს პრობლემაა და ისიც პრობლემაა რომ ოჯახი აღარ აძლევს იმ საზრდოს სულიერ საზრდოსაც მართლმადიდებლო ქვია და ამიტომ გამიჩნდა იდეა იქნებ ხო ცდილობდნენ დიახ აი კი მართალი ბრძანდებით თქვენ და კარგი იქნება უბრალოდ ამ სისტემას იმხელა ვერ აგიძალა ებძვის რაღაცა იცით როგორ არის გლობალურია და შეიძლება ვერ მოერიოს ეს პატარა სახელმწიფო იმიტომ რაღაცა შეიძლება შეხვიდე მაგრამ რაღაცა და რაზეც მიმანიშნებთ ამას მეც ხედავ ძალიან კარგად მაგ გათვითცნობიერებული მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ კი ბატონო არა მე ვამბობ რა თქმა ეს
შვილების მომავლისთვის. ეს არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ის ერთი მამაო ჩვენოც რო ათქმევინო ისიც მოქმედებს, რა თქმა უნდა, ამ ბავშვებზე და რა თქმა უნდა, მაგაზე ორი აზრი არ არის. უბრალოდ ფიზიკურად ჩვენ ხელში არ არის. კი, მე ჩემი იდეაც არის და დიდი სიამოვნებით ნეტა 10 გაკვეთილიდან 5 ჩაუტარდეს რელიგიური, მაგის პრობლემა არ იქნება, პირიქით გამიხარდება, მაგრამ თვითონ უბრალოდ ისეთი სისტემა, ისეთი მოწყობილი, ხო რომ ანუ ვერ ეწინააღმდეგებიან, ხო იცით ეს ქვეყანა როგორი არის, რომ უმძიმესი მდგომარეობა არის იმ ხრივ, რომ რაღაც ბეწვის ხიძე და ათეიზმი. კი, მაგრამ აი დიახ, არა, ეგ მაგაში 1000%-იანი ბრძანდებით, მაგაში ორი აზრი არ არის მაგაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ყველაზე დიდი ქადაგება იქნება, რომ აი ამ ბავშვებს აი ეს ტელეფონები წავართვათ. წავართვათ რამ ხრივ გეუნებით, რომ რაღაც კონდეს. ხო და აი ნახეთ, ეხა ნახეთ, მაშინ ეს ტელეფონი წაგართმევთ მაგ ბავშვს. აი ეგ არის, იმიტომ რომ მე არ მინახავს აი ბავშვები ეკლესიაში მოყავთ და ისე მიყავთ, რომ აქედან თავს არიღებენ ტელეფონიდან და ყველაზე ცუდი რაც არის მე რომ სად იყო ვინ ნახა ვის მიესალმა ვინ წაიყვანა ვინ მოიყვანა მაგასაც ვერ ხედავს იმდენად ამ სამყარო მოიპარა ხო ხდებით ანუ აი მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი დასაწყისიც არის იმიტომ რომ მშობელი სამწუხაროდ ისე არის გადაღლილი ისე არის რაღაცნაირად სხვა პრობლემები დაკავებული რომ მოსაშორებლად შეიძლება რომ უბრალოდ ტელეფონი მისცეს და ბავშვმა 5 დღე არ შეაწუხოს ანუ ძალიან გიჩეთ თომას უშვებს თვითონ შობელი მაგას გეუნებით მაგას ვამბობ ეს ძალიან დიდი პრობლემაა ტლიფშვილი ბავშვს გოგონა მას არ გააჩნია ტელეფონი უყურადღებო ბავშვი არ უნდა იყოს უყურადღებო მას აქვს წიგნები ისტორიული წიგნები ჩვენი ძველი ქართული ჰაგიოგრაფიასაც იცის უკვე ისტორიული საყმაწვილო ადაპტირებული წიგნი აქვს და ასე შემდეგ. ანუ ბავშვმა იცის თავისი წინაპრების ისტორია. ძალიან სათუთად უდგებით ამ საკითხს. ძალიან კარგია, მაგრამ ეს თითოეულა ბავშვია, რომელსაც შემდგომ დრო აი ეს 1000 რო გაიზრდება სხვა სტილით უბრალოდ ჯვარს აცმევენ, იმიტომ რომ ესენი ვერ დაიტევენ. არ არის, აი სწორედ იქ მივდივარ. ეს არის პედაგოგის დამსახურება. ხოც პედაგოგი ბრძანდებით, როგორც გატყობთ. დიახ, რომ ახან ჩახედული ხარ. მე პედაგოგი არ ვარ. მაგრამ მე საკმაოდ კარგად ვერ ყვევი საერთოდ ბავშვების აღზრდის საკითხებში. მადლობა, მე მგონი აღარ ის მისის, ალიო. გაითიშა სამწუხაროდ. ალიო. გაითიშა სამწუხაროდ. კი, არა, გასაგებია, მართალი ბრძანდებით, მაგრამ უბრალოდ ძალიან მინდა მე ეს ყველაფერი გაითიშაო და არა უშავს ამ თემას ცალკე მიუბრუნდებით მე შემდგომ აუცილებლად უბრალოდ რა არის თვით ადამიანები ხა თვითონ რო უყურებს ყველაზე დიდი აღზრდა და ყველაზე დიდი რელიგია არის მაგალითი ცოცხალი რო უყურებს თვითონ მშობელი შეიძლება უყურადღებოა მის მიმართ რაღაც აი ამ ყურადღებაში ისტორია მახსენდება ადამიანი უნდა მოებრუნებინა მეორე ადამიანს რა და დაისვა სახში უკითხავდა ამ სახარებიდან მაგალითებს რაღაცა და ნუ დააინტერესა მაგრამ და ბოლოს უთხრა მოვინათლებიო მართლმადიდებლათო და ამ შუალედში წარმოიდგინეთ რა ადგა და მოგშივდებოდაო შენო და ჩემემო საჭმელი დამიტოვესო ჩემი დოზაო და აიო შენ ჭამეო წარმოიდგინე თავის საჭმელი აჭამა ეს საჭმელი რო აჭამა შემდგომ ამ ადამიანს ეუნება რომ ეხაო შენო მობრუნდიო მართლმადიდებელი ხარი უკვე ძალიან მაგარიაო რაღაცაო და რა მომენტმა მოგაბრუნაო სახარებიდან რო გიკითხავდიო და იცი რა მომაბრუნაო შენ როგორც ქრისტიანმა შენი პირადი ლუკვა მე რო დამითმეო აი ეს მაგალითი არის ზოგჯერ თვითონ მშობელიც გასაზრდელი არის ამ ხრივ აი შეიძლება რომ გაატანოს რაღაცა ერთი პური და უთხრას რომ იცი რა არის შესვენება რომ იქნება იქ კუთხეში გადი და მარტო შეჭამე იმიტომ რომ სხვასაც შეა და იმას არ გაუტეხო მე შემში დარჩები ანუ ბევრი მაგალითი მინახავს მაგალითად აი ეს ტრანსპორტში ამოუყვანიათ ბავშვი და იქ დგას ვიღაცა და ბავშვს არ შეაწუხებს იქ დასვავს თავის ადგილას და სხვის გამო არ აწუხებს აი ეს პატარა ნიუანსები დეტალები არის რომელიც
მერე ბავშვს სინდის გაუღვიძებს და აუცილებლად ეს სინდისი რომელიც არის ღმერთის სახით მასში აუცილებლად მოიყვანს ეკლესიაში აი ეს მომენტი არის იმიტომ რომ ის 1 საათი რო იყოს სიტყვაზე რელიგია იმაში ხო კი ძალიან კარგი იქნება მე ვამბობ მაგრამ ის 1 საათის მერე შეიძლება ეს ბავშვი წავიდეს და ის 23 საათი რაღაც საშინელებები ხდებოდეს და ჯობია რომ აი მთლიანად აი ეს 23 საათი რაც იქნება ხო რაღაცნაირად ჰუმანური სხვის დამი შეწუხება ვასწავლო ჩვენ რა აი გვიყვარს ადამიანი და სხვის გამო არ შევაწუხებთ აი შენშვის არ გააგზავნი აი სამი ბავშვი რო არის ვისაც შეუძლია იმ პირიქით შენ ეს უნდა ასწავლო რომ სხვის გამო შეიძლება რომ შეწუხდეს ის და აი სხვის გამო ამ შეწუხებაში უკვე ის ბავშვი ხდება ის როგორიც შენ გინდა იმიტომ რომ საბოლოოდ ის ადამიანი რომ გაიზრდება შენ გრჩება და შენ დაგაზარალებს და შენ გატკენს გულს ვისრათ უნდა შენი კარგი შვილი შეიძლება ვიღაცას არ უნდაოდეს და თუ ცუდად გაზდი ხო ამიტომ არის რა რომ აი რაღაცნაირად ყოველთვის მე შენ გიბრუნდება თუ რაღაცა ის ანუ საქციელები ხა ჩემი საქციელი არაფერს არ მეტყველებს მასზე არ აისახება იმიტომ რომ მე ძალიან ცუდად ვიქცევი სახში იქნება თუ სადაც მნახავს იქ არავის არაფერს არ უთმობ გზას არ უთმობ იმას ცუდად ვიქცევი ამას ცუდად ვიქცევი რაღაცა და ისა რა ქვია მე დავაბრალებ აი იქ იკითხავდა მღვდელი და რა გინდა იქ ნახე აი ტყილა გიკითხავს აი აზრი არ აქვს და მე ეკლესიას აძულებენ ამ ბავშვებს ამით რა იმიტომ რომ მაგალითია ყველაზე მთავარი რა და თუნდაც მანდაც რაღაცნაირად ისეთ მაგალითებს აძლევენ რომ ინგრევა ხოლმე ადამიანი და აი ჩვენ აი აქ სიფთხილე გმართებზე ძალიან მაგრამ უნდა გავთვალოთ რა და გუშინ იმაშვებოდი რომ მოერევა რომ აი წარმოიდგინეთ ახლა დღეს როგორი ადამიანი მოყავს რომ აი როგორი გატაცებული არის და როგორი მოპარული ყავს ამ ინტერნეტს ამ ტელეფონს ამ სამყაროს თლიანად თუნდაც მატერიალურს ხო და აი ამის გადმოკეთება რა ძნელი არის წარმოიდგინეთ აი როგორ სირთულესთან და როგორ დაზიანებულ ადამიანთან გვაქვს დღეს საერთო ხო როგორი ახლა ეს ადამიანი რომელიც აი სულ არ არის ჰუმანური და არ აზროვნებს ისე როგორც უნდა აზროვნებდეს ღვთიური ადამიანი ამის მობუნა აი რამხელა ძნელი არის და რამხელა შრომა გიწევს ხო ფიზიკურად შეიძლება ვერ მოერიო რომ არა მართლა ღვთისმადლი რა და აუცილებელი არის ისევე ჩვენ გამოგვადგება ის ყველაფერი ხლა აი რაც გვანადგურებს ეგ არის რომ რაღაცა ადამიანები იზრდებიან რომელი ადამიანებიც ღმერთისათვის უცხონი არიან და ღვთისათვის თუ უცხო ხარ ხო რა თქმა უნდა იმ სამყაროსაც უცხო იქნები რაც ღმერთმა შექმნა ხო და აი აქ არის უკვე დაპირისპირება ზარი არის ეთერში გისმენთ მოგესალმებით გამარჯობა გაგიმარჯოთ ძალიან ძვირფასი ადამიანი ბრძანდებით გაიხარეთ ჩვენი გადაცემა არის ჩვენი საზრდო შემოგევლეთ იღეგრძელეთ ჩემო ბატონო დიდი უღრმესი მადლობა ქალბატონო თქვენც კარგად ყოფილიყავით დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა შევეცდები ხოლმე მე რომ სულ რაღაცნაირად ესე იმას ქნა ეს გადაცემა იმიტომ რომ მართლა ის მოძღვრები მოდიან და ის ადამიანები რომლებიც მართლა სხვებს არ უგეშებენ და ბევრი ადამიანის ეკლესიაში ვერ მიდის მაგრამ ამ მოძღვრების სახით თვითონ ეკლესიიდან მოდიან ის ადამიანები და ქადაგებენ და ბევრი ადამიანი ვიცი რომ შემდგომ წასულა ეკლესიაში და ბევრი მეკითხება რომ ის მოძღვარი საცსახურობს რაღაცა რომ მე შემდგომ მივიდეო და მადლობა ამ ყველაფრისათვის აი რამხელა საშუალება უბრალოდ აი ღმერთმა რამხელა შანსი მოგცა და როგორ შეიძლება რომ ეს არ იმას ქნა არ დააფასო რა მადლობა ამ ტელევიზიას მით უმეტეს რომ მართლა გადაყოლილები არიან აქ როცა სასულიერო პირი მოდის როცა ეკლესიას ეხება თემა არის ნომერ 1 და მადლობა უფალს ძალიან ბევრს ნიშნავს ეს და იმიტომაც არის რომ 1000 ბრძოლა 1000 გაჭირვება 1000 პრობლემები მაგრამ მაინც არსებობს და მოდიან და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის მართლა და რა ვიცი ეს არის ყველაზე აი მადლობაზე რატო ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას ყოველთვის მადლობა რატო უნდა უთხრათ იცით რომ არასოდეს არაფერი არ მივიწეროთ ჩვენ თავზე იმიტომ რომ კაცი ამპარტავანია და შენ თუ რაღაცას ყოველთვის მადლობის გარეშე გაატარებ აუცილებლად შემდგომ ამ ჩვევა შეეჩვევი
და შემდგომ ეს ჩვევა დაგღუპავს, იმიტომ რომ პატარ-პატარას რო გაატარებ, წყალი მოგაწოდა გაატარებ, ის არავინ არ არის ვალდებული არაფრის და შემდგომ იმ დიდზეც უმადური იქნები და უმადური ადამიანი კიდე პირდაპირ ღვთისგმობელია ჩათვალეთ და ეს უნდა ვიცოდეთ აუცილებლად და ვერ ცხონდები, რაც ყველაზე მთავარი არის ჩვენ ცხოვრებაში, რომ ისთვისაც გავჩდით ცხონებისათვის. ზარი არის ეთერში. გისმენთ? გისმენთ? თუ არ შემოდის ხოლმე ესე იმაცარები. შემოდის და ითიშება სამწუხაროდ ჩვენ. და აი მადლიერი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ის მადლი მაქედან მოდის რა, რომ რაღაცნაირად მადლობა ნიშნავს იმას, რომ შენ არ გეკუთვნის და ვიღაცამ გაიღო შენ და წყალობა, რა თქმა უნდა, ღმერთმა რა და ვიღაცის სახით დაგეხმა რაღაცა შეძელი ვიღაცის სახით რაღაცა და აი ამიტომ არის ყველაფერზე მადლობა თქვით და ზარი არის ეთერში. გისმენთ? გისმენთ? აი ზუსტად მინდა მეც ორი სიტყვა თქვა ის რომ უმადურობა ძალიან დიდი ცოდვაა ჩემი გაგებით. კი, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გენაცვალეთ. კი არის მის ხოლმე, რატო არის მის არ ვიცი. ბევრი ადამიანი რეკავს რეგიონიდან იმიდან და მაგიტომ რომ გადატვირთულია ეთყობა რაღაცა ზარები კარგად ისე ვერ შემოდის, თუმცა უამრავი ზარი შემოდის ხოლმე და ისე მიხარია რომ ესეთი მაგარი აი რა გაგვიჭირდა ეხ სულ ფიქრობ ხოლმე ეგეფიცებთ ყველაფერს აი უფლის წინაშე მოვფრო განა რა გაგვიჭირდა ამისთანა რომ ამ 3 მილიონამდე ადამიანს ხო რომ ესეთი დაცალსაკევებული ესეთი ერთმანეთისადმი გაციებული ესეთი სხვი სიჭირი რო არ გვადარდებს ან ესეთი სიტყვაზე გაჭირვებულები ვიყოთ ხო აი განა აი საქართველოს კი არა ავიცი ისეთ ქვეყნებს აქვს იმის რესურსი რომ მისი მოსახლეობა მშიერი არ იყოს და არ უჭირდეს და ბოლოს რაღაცა ნერვოზი და ის არ ჭირდეს ხო და ექიმთან შეეძლოს მისვლა ელემენტარული რო გაუჭირდება რომ აი ჩვენთან რა გახდა და რატო გვიჭირვებს მეთქი აი რა ცოდვა ამისთან ან რა არასწორად გაკეთებული რამ ან უბრალოდ აი ფიქრობ ხოლმე სულ რომ აი მეთქი ნეტა რატო ხან ფიქრობ ხოლმე რომ ალბათ ამით ვიცდებით ვიცთვებით უამისოდ ჩვენ ვერ დაუახლოვდებით იმას ვისთანაც ყველაზე ახლოს ვართ ღმერთს იმიტომ რომ ადამიანებს ესეთი პრობლემა აქვს რომელსაც მეორე ადამიანი აღარ უგვარებს და ვერ უგვარებს და ღმერთის გარდა ვერავინ ვერ უგვარებს და აი ამიტომ არის საქართველოში აი ამდენი ადამიანი რო არის ღმერთზე დამოკიდებული და მადლობა უფალს რა და არის ხოლმე გასაჭირები ტკივილები არის რაღაცა მაგრამ დამიჯერეთ რომ ჩვენ ყველას ტკივილი იმასთან შედარებით ზოგს რო აქვს ყოველ დღიურობას რო ებძვის ყოველი საათი რომ მნიშვნელოვანია მისთვის ხო იმათთან შედარებით არაფერი არ არის ძალიან ადრე მახსოვს რომ დარდობდი რაღაცას და უცბად მოხვდი ისეთ ადგილას რომ იყო სასაფლაო და მანდ მივხვდი რომ ჩემი დარდი ნებისმიერი იმ ადამიანისათვის ხო ვინც ვერ ცხონდა სიტყვაზე დღეს ოღონდ იქ ყოფილიყო ის დარდი მისთვის სანატრელი იქნებოდა ხო ასე რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ ჩვენ შეიძლება რაღაც დარდი გქონდეს მაგრამ ვიღაცა ადამიანისათვის ის დარდი შეიძლება საოცნებოც იყოს ხა ვიღაცა განიცდის მაგალითად რო არა აქვს ერთ ოთახიანი ორი ოთახით მეტი ბინა მაგრამ ვიღაცას ის ერთი ოთახიც არ აქვს და მის ერთ ოთახზე ოცნებობს ვიღაცას რაღაცა პატარა მანქანა ყავს ამას განიცდის მაგრამ ვიღაცა საერთოდ ის მანქანაც არ ყავს ვიღაცას ფეხსაცმელი რო არ აქვს იმას განიცდის მაგრამ აბა ნახოს ახლა ვიღაცა უფეხებოთ რო არის საერთოდ ხო იმას საერთოდ ფეხსაცმელს კი არა იმას განიცდის ანუ ჩვენ რაღაცა გვაქვს ისე რომ შესაშვებელი რომლითაც აუცილებლად უნდა შევაშველოთ რომ ვერ გადაიტან ამ სირთულებს და ამ ძიმე ცხოვრებას და ყოფას ესეთია ეს უსამართლო ქვეყანა თვითონ აქაურობა უსამართლო ამ ქვეყნიური ცხოვრება და იმიტომაც არის ტკივილი ამდენი ავადმყოფობა სიკვდილი წარმოიდგინეთ რამხელა უსამართლობა ადამიანის ცხოვრებაში ამხელა ტკივილია ვიღაცა რო გიკვდება ეს ხო ამხელა ის არის მაგრამ არის ეს ქვეყანა ესეთი არის რაღაცა ბოროტმა მოიცვა და ეგრე არის სამწუხაროდ ჩვენ და ზარი იყო და გაითიშა კიდე
ძალიან რთული არის, მაგრამ იცოდეთ, რომ აი ჩვენ შეიძლება რაღაცაზე ვდარდობთ, მაგრამ ეს დარდი ვიღაცისათვის მეათე ხარისხოვანი იყოს, იმიტომ რომ მას 10 ჯერ უფრო მეტი პრობლემა ქონდეს და ხანახან ის რომ დარდობ რაღაცა ხო, აი რომ გათენდა უკვე შეიძლება ბედნიერების ისიც იყოს, რა ქვია, საბაბი, რომ შენ გაგითენდა, იმიტომ რომ რამდენი ადამიანს დღეს არ გაუთენდა, ხო? რამდენი ადამიანი წარმოიდგინეთ ახლა რაღაცას ებძვის, რაღაცა დაავადებებს იმას ამას, ხო? რაღაცნაირად აი ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევაშველოთ, რომ გადავიტანოთ ის ყველაფერი თუ რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაგალითები რახანც ირგვლივ გააქვს, ხო? ამით უნდა გააძლიერო შენი გაჭირვება, რომ ამ ყველაფერიდან ამოხვიდე. ზარი არის ეთერში, გისმენთ? გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობათ. მე მაინტერესებს დღევანდელ ხელისუფლებას, ვითომ ხელისუფლებას? ვითომ? კარგი, ჩემთან რო ეგე ჩემი დიახ. სამ ღმერთი რო სამლეთ ეს უქსრუხში არ გადაჭეხავდნენ საქართველოს, მათ ღმერთი კი არა. ეგენი არიან ფარისევლები. მადლობა, კარგით. ის რა არის რაღაცა ისა რა ქვია, დრო ხოლმე რომ რაღაც თემებს არ განვიხილავთ ხოლმე და ყველასთვის ყველაფერი გასაგებია ისედაც ნათლად და სამწუხარო არის რაღაც ტკივილია თუ ვინმეს რამე კაი გამოუვა დიდ მადლობას ვეტყვით თუ არ გამოუვათ რას ვიზამთ ვერაფერს ვერ ვიზამთ იმიტომ რომ ისიც ჩვენი იმის ბრალია ცოდვების ბრალი არის რომ ვიღაცას რაღაცა ჩვენს ირგვლივ არ გამოდის და რაღაცაც არის ჩვენი გასაკეთებელი ზარი არის ეთერში გისმენთ კიდე გაითიშა. ვაუთ რა არის იცით რომ მე არ მინდა დრო დავკარგო ვიღაცის ლანძღვაში, ვიღაცის იმაში, იმიტომ რომ იმდენად ძვირფასია ჩვენი დრო, რომ ამ ყველაფერმა არ უნდა მოგფაროს. იმდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, ხო? ეხლა რაღაცა სამყარო ძალიან დამძიმებული არის, სიბოროტით არის სავსე იმით და ეხლა ამ ყველაფერს მე რო დავამატებ, იმას ვერ ეშველება, ამას ვერ ეშველება და ეხლა მე რო აქენა დავდგე და სიტყვაზე მე ლანძღვა დავიწყო და რაღაცა, ხო? გასაგებია რომ ვიღაცა თავის მოწოდების სიმაღლეზე არ არის და მე პირდაპირ გეტყვით რომ კაი ხელისუფალი საქართველოს ვერასდროს ვერ ეყოლება ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა ვერასდროს ვერ ეყოლება იმიტომ რომ სხვა სისტემა იქ სხვა გაქანება სხვა სიბოროტე სხვა დატევაც ძალიან რთულია დატევა ამ ყველაფრის უნდა მოვიდეს მორწმუნე ხელისუფლება და მორწმუნეს ვინ მოუშვებს ხელისუფლებაში აი თქვით ესეთი რაღაცაა და იქ უკვე მორწმუნეობაზე ზედმეტია ლაპარაკი, ხო? იქ უკვე სხვა ნაბიჯები გიწევს რაღაცა და იქ უკვე სირთულეებია და ახლა ამ ქვეყნად რა ვიცი, მორწმუნე რომელიმე ერთი მორწმუნე მითხარით რომ გაუხარია და მერე ვილაპარაკოთ თუ გინდა. გახარებაში რა იგულისხმება, კარგად როა თვითონ და ის ხალხი მის ირგვლივ რო არის, ყველანი კარგად რო არიან და მის ირგვლივ რა მთელი საქართველოს როცა ხელისუფალი ხარ ის ხალხი შენ გაბარია და ძალიან რთული არის და ძალიან ცუდი არის რომ ესე ექცევიან ადამიანებს აი ძალიან გული მწყდება ამდენი ჯარიმა ამდენი პრობლემა ამდენი ბანკები ამდენი ის არ ფიქრობს რომ ვისი მოსახლე სიტყვაზე სოციალურად რო არის დაუცველი და რო აკითხავს ყოველ დღიდან დღემდე 10 ლარი რომ უნდა იყოს და ამ 300 ლარს რო ურიცხავს და ამით უნდა იარსებოს ეს ყველაფერი რომ სიტყვაზე გულთან არ მიგაქვს ცოდო ხარ უბრალოდ ეხა ჩემი განკითხვა ზემოდან მე რო ხა დავამატო ლანძღვა და ის ამით ვერაფერს ვერ იმას ვიზო მილიონი ადამიანი რო არის ხა სოციალურად დაუცველი და კიდე ვიღაცას რო ჯარიმებს ადებ კამერებით იმით ხო რო არ ითვალისწინებ ვის რა უნდა იმასქნა იმიტომ რომ ვიღაცა ადამიანი ვიცი რომ ჯარიმა გადაიხადა და საღამოს სახში საკვები ვერ მიიტანა, იმიტომ რაღაცა დააწესე სიტყვაზე 23 კილომეტრი თიაროს და იმან 24-ით გაიარა სიტყვაზე და ეს ყველაფერი რო არ არის გათვალისწინებული, ხო? ადამიანი დღეს აქ ამ ქვეყნად აბა რაზე ვლაპარაკობთ? ადამიანი გახდა მეორე და მეათე ხარისხოვანი. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ადამიანი დღეს საერთოდ არაფერი არ არის. მართავს რაღაცა ისეთი სისტემა, რომლითაც ადამიანი არ არის გათვალისწინებული ამ სისტემაში და ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამ პრობლემის ქვეშ არის ის სახელმწიფო და ის მართველიც და ის ყველა და ჩვენ ერთი ის დაგვრჩენია რომ აი მართლა ღვთისმედად ვიყო და მართლა აი ზოგი ჭირი არის რომელიც ღმერთთან გაახლოვებს და ჩვენ რაც უფრო მეტად დაუახლოვდებით ღმერთს მით უფრო მეტად ესეთი ადამიანები შეგვეცოდება ესე არის გაუბედურებული ადამიანი, რომელსაც წარმოიდგინეთ წყემსი, რომელსაც
ფარა ყავს სუდღეში, როგორია? საერთოდ ვინც არის ზემოთ, ზემდგომ, ის არის წყემსი და აბარია ფარა და აი ამას რო ვერ უფრთხილდება, კი არა, არ უფრთხილდება და თან კიდე ყველაზე ცუდი ის არის, რომ შეიძლება თქვას, რომ ყველაფერი კარგად არის. ამ დროს არ იყოს კარგად. ესეთი რაღაცა ის არის ძალიან რთული თემა და რაღაცა ფართო მასშტაბით შეიძლება გაშლა და მე ამაში არ შევალ უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი ის არ არის. უბრალოდ ყველამ კარგად იცისოს არ ვიცი. არც მინდა ამ იმაში დავიწყო მაგათ საუბარი დრო დავუთმო ჩვენ ერთმანეთში ვისაუბროთ ესეთი რაღაცები რაც ჩვენ როგორ უნდა გადავიტანოთ ეს სირთულეები აი ამაზე ვისაუბროთ გისმენთ აი მაგასთან დაკავშირებით მინდა გესაუბროთ ამ ჯარიმეს რომ უმატებე ხალხს არ გადახდის საშუალება ხო მე ყველაზე ძალი თუ ევროპა არ უნდა და იძახია რომ ჩვენი ტრადიციებით შევიდე და შევიდე უნდა ქონდეს ადამიანს საშუალება მაგით რომ ხო უნდა ქონდეს ადამიანს ჯერ გადახდის საშუალება მე მოუმატო ჯარიმას აბარა თან რა არის იცით აი ყველაზე ძალიან გული აზენწყდება ხოლმე რეგიონიდან ჩამოა იქიდან ჩამოა ადამიანი და ავტობუსის უკან ელოდება ადამიანი ჩუმად გაჩერების უკან წარმოიდგინეთ ავტობუსის გაჩერების უკან რომელსაც უნდა რომ დაიჭიროს და იმას ჯარიმა გამოუწეროს წარმოიდგინეთ ადამიანს რომელსაც 50 თუ ლარი არა აქვს რომ დაარტყას იმაზე ხო წარმოიდგინეთ იმას ქვემოთ აჯარიმებენ 50 თუ არ ვიცი ამდენია ზუსტად ჯარიმა აი ხა აი წარმოიდგინეთ აი ცხოვრებაში ალბათ ვერც ერთი ჩვენი წინაპარი ვერ წარმოიდგენდა რომ ესეთი სახის ქართველს მიიღებდა რომ ვიღაცა მანქანა გააჩერა 2 წამით ბაზარში მიდის წარმოიდგინე გაუბედურებული იმიტომ რომ რაღაცა გარეთ როღის 40 თეთრი იყიდოს 20 თეთრა და შენ შეიძლება იქ უცბად მიეპარო და დაუწერო რაღაცა 10 იმდენი რაც შეიძლება იქ გაეკეთებინა შეღავათი ამას რო არ ფიქრობ ხო ადამიანზე აი ამ ეს ყველაფერი გათვალისწინებული რო არ არის ხო არ იქნები ჩვენთვის მისაღები ეს ხო 2x2 ხო ესეთი რაღაცები უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ თუ გვეუბნები რომ ჩვენ უნდა გადარდებდეთ აბა მაშინ სანამ აგირჩევ ეს ყველაფერი მომიყევი შე რომ მე ამას გიპირებ მე რომ მოვა აი სიტყვაზე ეხა რომ 10 ლარს იხდი იმ ჯარიმას 50-ს გადაიხდი იქ რომ მანქანას გააჩერებ მე მოგპარავ და მე გამოყვანა 200 ლარი და დაგიჯდება ან იქ როგორ მუშაობენ მანქანებზე უცბად რომ მოდიან და მიყავთ ხოლმე ხო რაღაცნაირად ზოგჯერ არის ხოლმე რაღაცა აი ბევრგან არის რომ რაღაცა ისეთი ადამიანები მუშაობენ ყველასზე ვერ იტყვი მაგას მაგრამ შენ ხო უნდა იფიქრო შენ რომ მეო ამაში მიხდიანო ის გეუბნება რა მე რა გავაკეთო ძმაო მე ამაში მიხდიან და შენ ხო იმიტომ გიხდიან რომ შენი შვილი მშიერი არ დარჩეს ხო და ჩემი შვილი რომ მშიერი დარჩება ეს მე ყველაფერი შენ ცხოვრებაზე ხო აისახება აუცილებლად ხო რატო უკეთებ ან შენ შვილს იმას ხო რომ სიტყვაზე ისეთი პურიმი გაქვს რომლითაც მე იწამლებით ხო ეს ხო არ არის მართალი ხელი ხო და მართალი ის ფული ხო მაგრამ აი წარმოიდგინეთ უზიან ადამიანს რა მოხდა შედი რა ეგ დაკარგა ზუსტად აი ქართველი ყველაზე მაგარი რითი იყო იცით რომ სხვის მდგომარეობაში შედიოდა არ იცნობდა წარმოიდგინე ვიღაცა გარდაიცვლებოდა და იქ მიდიოდა რომ მის ჭირს იზიარებდა აი ესეთი იყო ქართველი და ესეთი იმედი დაამყარა ღვთისმშობელმა ჩვენზე და ჩვენ ამ დროს არ შვებით რომ ერთმანეთის ჭმაში გაგვყავს დრო დავიბადე დავჭამეთ ერთმანეთი დავიხოცეთ და რა არაფერი ის ყველა ის ვინც ხართ სიტყვაზე აი ამ კანონების შემდგენელები ისინი ვინც აჯარიმებთ ვიღაცას და მე ამით ვიღაცას თავსაწონებ რომ ბიუჯეტში ამდენი შევიტანე ამდენი გამოვიტანე ხო აი ეს ყველაფერი მორჩება მოვა ის დრო რომ ეს ყველაფერი დამთავრდება და ჩვენი დრო მოვა იქ სადაც ჩვენი ის 2 კვადრატი რო გაითხრება და იქ ყველაფერი მოგვეთხოვება ეს რო არა ადამიანი იყავი აუცილებლად ამაზე პასუხს აგებ და აქ გეტკინება მე და აქ მიხვდები და რატო ეხლა ვერ ხვდები ხო შედალოცილი ხო უნდა გაითვალისწინო ხე რომ გააჩერებ მანქანა რო ყავს ისეთი რომ შეხედავ რომ ამის საშუალება რო კონდეს მანქანა ეყოლება იმაზე უკეთესი და საბურავი ექნება ნორმალური და რაღაცა აი ამას რო შეხედა იმას როგორ შეიძლება ის ჯარიმა დაუწერო ხო როგორ შეიძლება არ გაითვალისწინო ეს რაღაცები აი ჩემამდე არ მოდის უბრალოდ აი რანაირი ადამიანი
გახდა დღეს და რანაირი ჩაიფიქრა ღმერთმა. აი, რო დაგუბადა, ეხლა წარმოგიდგენთ, რა საყვარლები ვიყავით, სიტყვაზე პატარები რო ვიყავით ყველა რა. და უცბად იხედები და ეს ადამიანი წარმოგიდგენთ, გამხეცებული ვიღაცის ხარჯზე ცხოვრობს და ვიღაცის ლუკმას იპარავს ფაქტიურად და მას ტოვებს შიერს. წარმოგიდგენთ, აი რა რთული არის რა და გეხვეწებით, აი ეს გაითვალისწინეთ ხოლმე, იმიტომ რომ აი მე ვეუნები ხოლმე, ვჩერდები, ხო იცით, კონტროლერები იქნება რაღაცა რომ აი შეიძლება შენმა ერთმა დანდობამ თქო, ვიღაცა უცხოეთში არ გაუშვას, იმიტომ რომ აი ეს ჯარი არ დაუგროვდა, ის არ დაუგროვდა და თქვას რომ აი არა მთლად ეგრე არ ყოფილა, აი კაი ხალხიც ყოფილა, რაღაცა ზარი არის ეთერში, გისმენთ? გაითი შეგნა. ხო და აი ჩვენმა ერთმა დანდომა აი ხშირად ყოფილა რომ აი რაღაცა ფიქრობ რომ აი მოდი აი ეხა ვიფიქრე აი რაღაცნაირად ვიღაცა შეგხვდება სადღაც და აი ყველა ექიმი ესეთია სიტყვაზე აი ცუდი ექიმი შეგხვდა ხო და უცბად ფიქრობ რომ ყველა ექიმი ესეთია რა ნუ ბოროტია და გაწუდის და გაზიზღებს რა იმ პროფესიას სიტყვაზე რომ აი ცუდი ექიმი შეგხვდა და ყველა ერთნაირია რა უცბად შეგხვდა ერთი ისეთი ექიმი რომ აი ღმერთი გეუბნება რომ ყველა ესეთი არ არის და ხო შეიძლება ის ერთი შენ იყო ხო შედალოცილო ხო აი რა მაგარი არის რომ ვიღაც შეხვდება და შეგაქებს ეხა დღეს აი რამოდენიმე ადამიანი არიან წარმოიდგინე იმ დღესაც რეკავდი იმაზე რომ ბინებიდან ასახლებენ ამ ადამიანებს და ის კი არ ფიქრობს მე რა მოხდება და ეს ადამიანი სად მიდის ხო იმა ხო იმ წამს უნდა გაინახოს. აი ესეთი ქართველი, არ ვიცი მე ხა ქართველი ხო იცი ცოტა სხვანაირად ფასდება. საქართველოში ცხოვრები. გისმენთ? გია მოგესალმები, გაიხარეთ, დიდარი გაფიქარი. გაიხარეთ, შემო. მე გიტივარობე სამოგასის თურაფერი რომათიკე, ორჯერ ვიყავარ. ხომიდან გასულდები. დიდი მადლობა. ის არა ქვე, გაიმეორეთ გეხვეწებით? ხონიდან გასულდები. შემოგევლეთ, უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და ადამიანის ბინდან ასახლებდნენ და ერთი ორს გავყევი რა, ისე იყო რომ რაღაც ისა. და იქ დგანა წანი ახალგაზრდა ბიჭები, ესე ზიან რა, ისინი ვინც გამოსახლებაზე ვინც რაღაც ახსულების ბიურო თუ რაღაცა ეშმაკის სახლი, რაღაცა მოიგონეს, რაღაც დიღმის ტრასაზეა და აი ესე ეუნება, ესე უჭიოს, პას და ადამიანს ჯერ თავისი გაჭირვებია და იმაში 20 მოვალთო და ეს იქო ყველას უყვარვარ თუ რაღაცაო და ისაო და მე რაო ისო ვინც არ უნდა მოვიდესო მე ხო იცით მაინც ქართველმა იცით თანადგომა უბნელი გამო რაღაცა გიცავს რა მაგრამ ვერ აგძალას რა მოერევა იმდენი არიან ხო და 20 მე პრობლემა არ გვაქვს 20 კაცით მოვალთო 20 არ გვეყოფა 40 მოვალთო მე დაურეკავ 100 მოვალთო წარმოვიდგინე 100 და მეთქი აუ ესეთი მეთქი ესეთი მახინჯი აზროვნების მეთქი 100 და 1000 თუ ყავს ამას წარმოიდგინეთ ვიღაც ახსულების ბიუროში მოდიან არ ვიცი რა ის არის რა ქვია რა ჯიშია არ ვიცი და წარმოიდგინეთ განან ამხელა მუდრეგები და უყურებენ იმას აღარ შკაფებს და იმებს უყრიან ადამიანს სახლიდან ასახლებენ რომ საწავდნენ ეს ადამიანები რო აღარ იციან და ამ პრობლემის ქვეშ არის ნახევარი საქართველო აი როგორ შეიძლება უბრალოდ შენ ხო უნდა გაითვალისწინოს ან ვიღაცა ჯერ რა სტრუქტურაა საერთოდ საშინელება მაგრამ ვიღაცა ვინც ეს შეადგენა და თან ვიღაცა ვინც იყვანს ლაპარაკი მაინც ასწავლენ რაღაცა მაინც ასწავლენ რომ აი რაღაცა დაუჯდეს და რაღაცა აი გაითავისოს მაინც იმიტომ რომ აი სხვა გზა არ მოქვს და ბოდიში და ესე მოგვიწევს და რაღაცა აიო პრობლემა 20 კაცი არ გეყოფაო გამოსახლებაზე 50-ს მოვიყვა 50 არ გეყოფათ ორი ავტობუსით წარმოიდგინეთ ხა აი ამ ხალხთან ურთიერთობა ხო გაგიჭირდება და ჯვარცმა მეტი კი არაფერი არ არის რომ ადამიანი ადამიანისათვის მგელი გახდა და უცხო ეგ არის პრობლემა აი ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ როცა რაღაცა ესეთი სამსახური იქნება რაღაცა ხო ან არ უნდა მიხვიდე და სხვა არც არაფერი არ არის უცხოეთში მაგიტომ მიდიან რომ აქ ვეღარ შედიან ეგეთ რაღაცები სად უნდა ახსულების ბიუროში ხო არ იმუშავებ ეხლა ხო აი წარმოგიდგენთ განა რა გახდა რომ აი ამდენი ადამიანი უბრალოდ ნახეთ რა ამდენი ადამიანი რო არის უსახკაროდ აი ააშენე რა აი 20 კორპუსი აი განა რა გახდა რომ თითო ოთახიანი ბინა რა მოხდება აი 20 კორპუსი რო ააშენოთ საქართველოში უსახკარო კაცი აღარ იქნება
წარმოიდგინეთ რა და ესეთი პრობლემები ექმნება და ამ ყველაფერს ცივად ვიღაცეები უყურებენ და ეს ხო მოგეთხოვება შენ აუცილებლად მოგეთხოვება ვინც არ უნდა იყო რა ხელფასიც არ უნდა აიღო ეს ყველაფერი მორჩება ვინც აი ნებისმიერი ადამიანი ყველას მოეთხოვა და ჩვენ არ ვიქნებით გამონაკლისი გისმენთ გამარჯობა გიორგი გამარჯობათ გისმენთ ხოლმეშვილო ყურადღებით დიდი მადლობა დაიხლა ვისმენდი რომ ხო შეიძლება ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და გული გავუთმოთ თვითო და ნაშუაშიას მაგრამ ერთი ასეთი რამე დაგითხრაშვილო ამას წინათ ავტობანზე მოძრაობდი თუდად გავხდი რაღაც გადავაყენე მანქანას ამას კიდე დაემთხვა ისიც რომ საწვავი გამომვლევია თურმე გამოსაწვავს ვიღაჩივის გადმოვედი ჰაერზე ღრმად ჩავისუნთქვა მეთქი და პატრულის ეკიპაჟი გაჩენდა რაღაც ჯერებია უკითხა უთხარი საწვავი გამომვლევია მეთქი არ უთხარი რომ თუდად ვიყავი და ცოტა გული ვერ მქონდა კარგად მარტო ეს უთხარი საწვავი გამომვლევია მეთქი ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ წავიდნენ მოგი არე დარდოთ ქალბატონო წავიდნენ საწვავი ხომ მომიტანეს გიორგი ჩამისხეს და მე რა მითხრეს ქალბატონო იმოძრავეთ უკან მოყვებითო იქნებ სხვა რამეს გაგიჭირდეს და გიო აი ხوارათერი შვილო მაგრამ ძალიან დიდი თერი გული გამიწვა აღარ გული მტკიოდა აღარაფერი მაწუხებდა გიორგი რო ესეთი ადამიანი თანაც რა შევნიშნე იცი შედო რო დაბრუნა ეს ეკიპაჟი და საწვავი რომ მომიტანა ერთ-ერთმა წამალი ამოიღო დალია თვითონ თავის თავი დაჭირდებოდა ეთყობა და აქეთ დამეხმარება აი ესეთები რომ ეს ხო მათი ვალდებულებაც არის ადამიანური მაგრამ როგორ გვიყვირს უკვე ეს ყველაფერი ხო ეს არის ეს რამდენიმე თვე გავიდა გიორგი და ისეთ თვილად ვიხსენებ თუნდაც რომ გავხდები იმას ვფიქრობ და კარგად ხვდები დერეშილო გაიხარე გენაცვალე როგორ აი რა ცოტა ყოფნის ადამიანს ეხა იყავით გთხოვთ აი მაგიტომ ადამიანები შვილო ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო უღრმესი მადლობა რა ცოტა ყოფნის ადამიანს დალოცილო აი ეს რო გამოიჩინო ხო ელემენტარულია ხო ეს ხო დღეს ეხა აი წარმოიდგინეთ რა უკვირს ადამიანს ეხა იმიტომ რომ არ ელოდებოდა ამას და ამ ყველაფერს ყველა რო სხვაც დაელოდება ხო შეუყვარდებით ხო ანუ შენ დანახვაზე რო ეზიზღები რაღაც უყარის რო ანათებს რაღაცა სიტყვაზე მწვანე ფორმები რო აქვთ ხოლმე კიდე ამ იმათ რა ქვია ისინი რო არიან ჯარიმებს ოწერენ ავტობუსებში და იმაში რო ხედავდა და ალერგია რო ემართება შენზე ეგრე როგორ უნდა ცხონდე აი გეხვეწები ადამიანი ხედავს და ეზიზღები სხვაში როცა ზიზღს თესავ როგორ უნდა ცხონდე აი უბრალოდ ან აი რა იმით შედიხარ ეკლესიაში ან იმაში ან ღვთისწინაში ხო ლაპარაკობ ხო ვიღაცას ხო ყავთ ან რაღაცა ეკლესია გაქვთ ახლოს ხო შედიხართ ხოლმე რაღაცა აი როგორ უნდა იმას ქნათ აქვე შეხედოთ ღმერთს თვალებში რომ მის შექმნილს სხვას იწევს ზიზღს ხო შეიძლება რომ აი მართლა არაფერი არ უნდა ელემენტარული ქალბატონი წარმოგეთ ცუდად რო ხდები ერთხელ მომექცენ კარგად და რატო გაუკვირდა იცით რომ იქამდე 10 ცუდად მოიქცა ის ერთი ხარ რაღაც გამონე მართლა იდეალურები ბევრი მეშემხედრია და ბევრი პატივი გიცია და დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ვისაც პატივი გიცია ვისაც მიჯიკავია ისიც მახსოვს მაგრამ ანუ ძირითადად პატივს მართლა მცემთ ხოლმე და უღრმესი მადლობა მართლა მეტი არაფერი არ მეთქმის მაგრამ ამ შემთხვევაში აი ეს ჩვენ ხო ადამიანები ვართ აი სახელმწიფოს რო დაჭირდეს ჩვენ ხო ბოლოს ერთად უნდა დავდგეთ ხო და ჩათვალე რომ ჩემი კარგად ყოფნა შე რო ჯარიმა არ დამიწერო და სახელიდან არ გამომასახლო სახელმწიფოს ჭირდება აბა ისა რო ქვია სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩემ ტერიტორიას რო იკავებს რისთვის არ მიყვარს გეხვეწებით იმიტომ რომ ჩემ ტერიტორიას მართმევს ხო და შენ თუ წამართვი ხო ნუ უბრალოდ დაუკვირდით რა აი რა ვის როლში ხართ ხო ვის სხვა მაინც არის მაგრამ შენიანის გარო ელოდები ჰუმარის თანადგომას და იმას ხო ჩვენ ვართ ერთი ოჯახი აი საბოლოოდ შეიძლება ზუსტად იმ ადამიანის ჭიქით მოწოდებული წყალი დაგჭიდეს ვისაც შენ ძაღლად არ აგდებდი აი იგი იცოდე და ყოველთვის გაითვალისწინეთ ხოლმე რა და ვისაც შენ შეიძლება მთელი ცხოვრება რაღაცას ზემოდან უყურებდი იმიტომ რომ ის სტატუსით ერეოდი იმიტომ რაღაცა პოზიციაზე იდექი ეგ პოზიცია ყველაფერი დროებითი აუცილებლად ეს ყველაფერი ჩაივლის იმიტომ თქვენზე დიდები იმპერატორები იყვნენ და ისინი და საერთოდ აღარ არიან ხო და აღარც ის სტატუსი აქვთ ხო
უბრალოდ ვინც კარგი იყო, იმას შეჩა კაი ადამიანის სტატუსი და ვინც ცუდი იყო, როგორც იხსენებენ, ხედავ თქვენ და გეხვეწებით ეს გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ადამიანებს ისედაც კიბზე აქვთ ნერვი, ამდენი პრობლემა, ამდენი რაღაცა და კიდე ნუ შეუქმნით რა იმის მაგერად რომ ვიღაცას რო უჭის რაღაცა პრობლემა აქვს, ამაზე კიდე ზემოდან რო დაადგები და იმაშვებით, ხო შეიძლება ნერვმა უტყნოს რაღაცა და მე უარეს პრობლემებს უქმნით რა და არ შეიძლება ესე გაითვალისწინეთ, გთხოვთ რა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვინც მიიღებთ ვიღაცა სამსახურში, თქვენც გაითვალისწინეთ უფროსებო, იმიტომ რომ ის ხელქვეითი თქვენ ან თქვენ თავს აქებინებს, ან თქვენ თავს ალანძღინებს და 90% ალანძღინებს ხომ. რომ მიიწურა სამწუხაროდ ჩვენ და აუცილებლად გვექნება ხოლმე დამატებით აუცილებლად გვექნება საუბრები, როცა საშუალება იქნება, უღრმესი მადლობა ყველას, ბედნიერებას გისურვებთ. ხვალ დაგიბრუნდებით საღამოს 8:30-ისათვის მამა გიორგი დორეულთან ერთად ძალიან საინტერესო ეთარი გვექნება და სხვათა შორის მამა იოანე ჯიშკარიაზეც ვილაპარაკებ, იმიტომ რომ დღეს წლისთავი იყო ამ უდიდესი ადამიანის და მაპატიეთ ერთს დავამატებ კიდე. მამა სოგრატის 10 წლისთავი დაემთხვა კიდე ამ უდიდესი სასულიერო პირის და ძალიან დიდი ხალხი მიდიან სამწუხაროდ ჩვენდა და რაღაცნაირად ერთმანეთი უნდა გავიტანოთ, იმიტომ რომ რასაც ეს ხალხი იჭერდნენ, ის უკვე ჩვენზე გადმოდის სიმძიმე და ჩვენ უნდა გავინაწილოთ. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა ყველას, მე გახდით გიორგი დარასელია, მადლობა ამ თბილის არებისათვის, ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და დროებით გავიხილოთ სოციალური თემები, ისე რომ რაღაც პოლიტიკას არ შევეხეთ ხოლმე, ჩვენი ტკივილი, ვინსად გაიგებს და ვირას გაითვალისწინებს, ხო კაცმა არ იცის, ხო? ყველაფერი ღმერთის ხელში იქნება, ვიღაცა სხვალ ვიღაცამ ერთმა კაცმა ჯარიმა არ გამოუწეროს იმის გამო, რომ ამას მოისმეს და უკვე წარმოიდგინეთ ამ ხელა შედეგი იქნება. დროებით კარგად ზანდებოდეთ წარმატებები.